მოგესალმებით, ბატონებო და ქალბატონებო, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ შორ მანძილზე ჩამობრძანდით. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ბატონ პრემიერს, ირაკლი ყობახიძეს. მოგესალმებით ყველას, მოხარული ვარ, რომ დღეს ვარ სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სადაც აღნიშნავთ ჰიდროელექტროსადგურის ხობი 2 ჰესის ექსპლუატაციაში შესვლას. ეს არის ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საბჭოთა პერიოდის შემდეგ საქართველოში აშენდა. სადგურის დადგმული სიმძლავრე არის 54.5 მეგავატი და ელექტროენერგიის გამომუშავება არის 202 მილიონი კილოვატ-საათი. ინვესტიციის მოცულობა გახდა 63 მილიონი დოლარის, 300 ადამიანი იყო დასაქმებული ამ მშენებლობაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელშეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. პროცესები დაიწყო 2015 წლიდან და ექსპლუატაციაში არის უკვე ჰიდროელექტროსადგური შესული. მე მინდა კომპანიას გადავხადო განსაკუთრებული მადლობა შპს ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის წარმომადგენლებს, მის ხელმძღვანელს, მადლობა ბატონ ლაშა იორდანიშვილს ამ არაჩვეულებრივი პროექტის, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხადო ამ კომპანიას მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა ამ ჰესის მშენებლობასთან ერთად, რაც მოიცავდა მათ შორის მდინარის გათევზიანებას, ადგილობრივი სიმღერის და ცეკვის სახალხო ანსამბლის, ასევე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლისთვის ხარდაჭერის აღმოჩენას, ნიკო კვარაცხელიას ფონდის ხარდაჭერას, ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლის დასაფინანსებლად, ასევე მუხურის ენდემური ჯიშის ფუტკრის პოპულარიზაციას, გამრავლებას, ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდის ხარდაჭერას და ასე შემდეგ. ეს არის, რა თქმა უნდა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება და კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა კომპანიის ხელმძღვანელობას ამ ყველაფრისთვის. როგორც მოგეხსენება, ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი 4 წელიწადი ეკონომიკური ზრდის კუთხით, როდესაც 40 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა და როგორც მოგეხსენება, ჩვენი გეგმის პროგრამის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში დამატებით მინიმუმ 40 მილიარდი ლარით უნდა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდას თან უნდა სდევდეს ჩვენი ენერგეტიკული რესურსების გაძლიერება და ამ კუთხით კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ პროექტები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა ასევე ძალიან დიდი წინსვლა ჩვენი ენერგეტიკული რესურსების ათვისების თვალსაზრისით. 2012 წლისთვის ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება შეადგენდა 3359 მეგავატს, დადგმული სიმძლავრის მოცულობა იყო ასეთი და 4600 მეგავატამდე არის გაზრდილი ეს მაჩვენებელი გასული 12 წლის განმავლობაში, ანუ 37%-ით გაიზარდა ჩვენი ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, რესურსები და ჩვენ გვაქვს ასევე ამბიციური გეგმა, ამაზე დიდი ხანია უკვე მუშაობა მიმდინარეობს, ყველანაირი საფუძველია შექმნილი იმისათვის, რომ 2028 წელს უკვე 8000 მეგავატს გადააჭარბოს დადგმული სიმძლავრის მოცულობამ, ხოლო 2030 წლისთვის უნდა გადააჭარბოს უკვე 10000 მეგავატს. და ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი 2030 წლისთვის, გვინდა რომ საქართველოში გამომუშავებამ გადააჭარბოს ელექტროენერგიის მოხმარებას, რაც ნიშნავს უკვე იმას, რომ ჩვენ ელექტროენერგეტიკის თვალსაზრისით ვიქნებით სრულიად თვითგმარი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, ზოგადად სახელმწიფოს უფრო ძლიერ დამოუკიდებლობას ყველა თვალსაზრისით და ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე შექმნილია ამისათვის ყველანაირი საფუძველი და რა თქმა უნდა, მუშაობა გაგრძელდება. მე მინდა მადლობა გადავუხადო ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინის
პირველ ვიცე-პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, ასევე მთლიანად სამინისტროს ხელმძღვანელობას, კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ელექტროენერგიის სფეროში მოღვაწეობენ, საქმიანობენ, ენერგეტიკის სფეროში საქმიანობენ, თითოეული მათგანი სული არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იმ პროგრესში, რასაც ქვეყანა აღწევს ეკონომიკური თვალსაზრისით და კონკრეტულად ენერგეტიკის სფეროში. კიდევ ერთხელ კომპანიას მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ასეთ კომპანიებზე დგას ჩვენი ეკონომიკური წინსვლა, ასეთი ჩვენი ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკის სექტორის განვითარება. კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ უნიშნულოვანი პროექტის განხორციელებაში, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო და ყველას მინდა მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი ძალიან მნიშვნელოვანი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლა. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. ახლა მინდა ვთხოვო ბატონ ლევან დავითაშვილს, ეკონომიკის მინისტრს, რომელიც თავიდან ამ პროექტში ჩართული იყო როგორც გარემოს დაცვის მინისტრი და იქიდანაც დიდი თანადგომა და მხარდაჭერა ანახა პროექტს. მადლობა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, ხარისხემძღვანელობას მივესალმები, მოგესალმებით ყველას, ჩემთვის მართლა ძალიან სასიხარულო დღეა, დიდი პატივია, რომ დღეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაციაზე ვიყო, დღეს მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული ენერგეტიკული პროექტი შედის ექსპლუატაციაში, რომელსაც სამინისტრო წლების განმავლობაში ცდილობდა რომ დახმარებოდა და დღეს უკვე მომსწრე ვართ იმის რომ ეს სრულად ექსპლუატაციაში ეს პროექტი მიღებული და საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას ახალი მნიშვნელოვანი სიმძლავრე შეემატა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, დადგმული სიმძლავრე ამ ახალი ჰიდროელექტროსადგურის არის 54 მეგავატზე მეტი. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურია, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შეიქმნა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ 2012 წლიდან დღემდე, როგორც პრემიერმაც აღნიშნა, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას 1150 მეგავატზე მეტი სიმძლავრე დაემატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. აქედან 63 ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი განხორციელდა, თუმცა ამ მასშტაბის პროექტები ყოველდღე ჩვენ არ გვაქვს და ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია. როგორც აღინიშნა, გამომუშავება 200 მილიონ კილოვატ-საათს გადააჭარბებს და ეს ჩვენი ენერგოსისტემისთვის, ენერგოდამოუკიდებლობისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ზოგადად, როგორც პრემიერმაც ისაუბრა, ჩვენი ხედვაა, რომ საქართველოს ენერგორესურსები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ. საქართველოს გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები, ეს არის როგორც პირველ რიგში ჰიდროელექტროსადგურების კუთხით, იმიტომ რომ ქვეყანას გააჩნია 26,000-ზე მეტი მთის მდინარე და ეს რესურსები სამწუხაროდ არ არის ათვისებული, თუმცა მომავალ წლებში ჩვენ აქტიურად მოახერხებთ ამ რესურსების ათვისებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება, რა მიმართულებითაც სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს, ისე რომ ის ამბიციური გეგმა, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, აბსოლუტურად რეალისტურია, ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ გავაორმაგოთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე, არამედ მართლაც 10,000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე გქონდეს საქართველოში, რაც სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს სრულად დაეხმარება და ასევე ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ახალი ანერგოტევადი დარგები განვავითაროთ და ასევე გქონდეს საშუალება ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის. ამ კუთხით იცით, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს დაკავშირებადობის გაზრდაზე მეზობელ ქვეყანებთან. ეს არის როგორც აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტი ევროკავშირთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობა შავი ზღვის ქვეშა კაბელის მეშვეობით. ზოგადად ეს ყველაფერი საშუალებას მოგცემს, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც დღეს არის აქ წარმოდგენილი, კომპანიის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადაუხადო მეც იმ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის, ასევე გარემოს დაცვის მაღალი სტანდარტებისთვის, რომელიც თქვენ გქონდათ, 9 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განსახორციელებად დარწმუნებული ვარ, რომ კომპანია კვლავაც გააგრძელებს ამ სოციალური პასუხისმგებლობის მაღალ დონეზე გამოხატვას და ეხმარება როგორც სპორტის განვითარებას, ისე სხვა სოციალურ
პროექტებს, იზრუნებს მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. მაგალითისთვის მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ 2.5 მილიონი ლარის ყოველწლიური გადასახადი იქნება ქონების გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს რა თქმა უნდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს და რა თქმა უნდა აღარ მინდა გავაგრძელო ჩემი სიტყვა, მინდა ყველას გადაუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის ამ პროექტის განხორციელებისთვის, ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო, ყველა იმ თანამშრომელს ჩვენი სამინისტროსი, რომელიც აქტიურად მუშაობდა კომპანიასთან ერთად ამ პროექტის განსახორციელებლად. რა თქმა უნდა, ადგილობრივ ხელისუფლებას მინდა მიულოცო კომპანია ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგიის ხელმძღვანელობას ბატონ ლაშას ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებით განხორციელება და გისურვოთ ბევრი წარმატება. დიდი მადლობა. ახლა მინდა ვთხოვ სიტყვით გამოვიდეს ბატონი ლაშა, იორდანიშვილი, კომპანია ფერის წარმომადგენელი და ჩვენი ერთ-ერთი დამფუძნებელი. მადლობა გაგი. სხვათა შორის ეს იშვიათი შემთხვევა, როდესაც სიამოვნებს მიკროფონთან დგომა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ჰიდროელექტროსადგური იხსნება. მოგესალმებით. ბატონო პრემიერო, ბატონო ვიცე-პრემიერო, პატივისცემულო მთავრობის წევრებო, ჩვენო სახელოვანო ქართველო ბიზნესმენებო, ამ ულამაზესი რეგიონის და ხეობის და კუთხის წარმომადგენლებო და ყველა მოწვეულო სტუმრებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს მოკლედ ამ ერთობით ჩვენ შევძელით და თქვენთან ერთად ექსპლუატაციაში შევიყვანეთ საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სადგური, ხობის ჰიდროელექტროსადგური, როგორც აღნიშნეს ბატონმა ლევანმა და ბატონმა პრემიერმა, ეს არის ერთ-ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგური დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მის სიმძლავრე არის 45 მეგავატამდე. და ეს არის დიდი გამარჯვება არა მხოლოდ დარგის, არამედ მთელი ქვეყნის, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს და პირველ რიგში თქვენ ბატონო პრემიერო, ბატონო ლევან, იმ უდიდესი ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ ამ პროექტისთვის გაქვთ ჩადებული, ჩვენ გვახსოვს ძალიან კარგად თუ როგორ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში გვიწევდა ხოლმე გადაწყვეტილების მიღება და როგორ 24 საათიან რეჟიმში მუშაობდით, რომ რაც შეიძლება მალე დამატებულიყო ჩვენი ქვეყნის ჩვენს ელექტროსისტემას, ჩვენი საკუთარი გამომუშავება, რომელმაც აი დღეს ესეთი წარმატებული შედეგი გამოიღო. ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ დარგის სახელით იმ მრავალი ნაბიჯისთვის და იმ რეფორმისთვის, რომელიც თქვენ დარგისთვის გაწიეთ. ჩამოთვლი სულ რამოდენიმე მათგანს, პირველი იყო CFD მექანიზმი, CFD მხარდაჭერის მექანიზმი, რომელიც უმნიშვნელოვანესი იყო როგორც დეველოპერებისთვის, ასევე საფინანსო ინსტიტუტებისთვის, საბოლოო ჯამში პროექტის დაფინანსების წარმატების მიღწევისთვის, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების განვითარებისთვის, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ შიდაქსელების განვითარებას, არამედ ჩვენი ქვეყნის ელექტროსისტემის მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებას და აქ აღსანიშნავია, როგორც ბატონმა ლევანმა აღნიშნა, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რითაც ჩვენ ქვეყანას ძალიან მალე შესაძლებლობა ექნება ამ მიწისქვეშა კაბელით დაუკავშირდეს ევროპის ელექტროსისტემას და შესაბამისად ამით უფრო გააძლიეროს თავისი ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი და ჩვენთვის კიდე მწარმოებლებისთვის შესაძლებელი გახადოს მოხდეს უფრო დიდ ბაზარზე და მნიშვნელოვნად მაღალი ფასით მოახდინოს ჭარბი ენერგიის რეალიზაცია. ასევე აქ საუბარი არის ბაზრის ამოქმედებაზე, რომელიც ძალიან მიმზიდველს და პირველ რიგში, ესე იგი, განსაზღვრავს საათობრივი ფასის მოცულობას და მეორე რიგში თავის გამჭვირვალეობით და კონკურენციის მაღალი ხარისხით კიდევ უფრო მომხიბლელს გახდის ამ დარგს. ზუსტად ეს ნაბიჯები იქნება ის ნაბიჯები, რომლებიც პრემიერმაც ახსენა, ბატონმა ლევანმაც, ზუსტად ეს იქნება ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ ქვეყანას მიიყვანს ჩვენთვის სანატრელ ენერგოდამოუკიდებლობამდე და ჩვენ სულ მალე გადავიქცევით ენერგიის ექსპორტიორად, როგორც პრემიერმა აღნიშნა, და ძალიან მალე ჩავანაცვლებთ ჩვენი ადგილობრივი წარმოებით იმპორტს და შესაბამისად გავხდებით ექსპორტიორები.
მოკლედ დიდი დრო რო არ წაგართვათ, სულ ორი სიტყვით პროექტის გარშემო მოგახსენებთ. თვითონ ეს ხობის ორი ჰიდროელექტროსადგური წარმოადგენს ურთულესი ნაგებობების ერთობლიობას, რომელიც თითოეული ცალკე მათგანი იყო უდიდესი გამარჯვება ჩვენი ქართული ინჟინერიის და ქართული მშენებლობის, რომელსაც ძალიან წარმატებით გავართვით თავი. სამწუხაროდ დღეს ჩვენ არ გამომდინარე იქიდან რომ იმდენად მიმოფანტულია თითოეული ინფრასტრუქტურა ამ ჰიდროელექტროსადგურის, დღეს ჩვენ არ გვექნება შესაძლებლობა რომ თითოეული მათგანი დავათვალიეროთ, თუმცა აი წარმოდგენა როლიკით პრინციპში შეგვიძლია შევიქმნათ. ამ ეს ორი სიტყვითაც ვიტყვი რომ ცოტა თავისებური ისტორია ქონდა, რაღაც მრავალწლიანი, რაღაც სხვადასხვა მეპატრონეების ხელიდან ხელში გადადიოდა, თუმცა ბოლოს წარმატება მიაღწია ზუსტად და თავისი ადგილი პოვა და წარმატების ფორმულა გამოინახა ზუსტად იმ დამფუძნებლების შემადგენლობებით, რომლებიც ჩემი უძვირფასესი მეგობრები არიან, აქ არიან წარმოდგენილები, მე აუცილებლად მინდა ჩამოვთვალო ბატონი საზანიშნიანიძე, ბატონი ილიადა თენგოწულაიები, ბატონი უტა დარჩიაშვილი, ვერ ხედავ საწავი და უტაგაც. თქვენი მონამორჩილის კომპანია შეპესეფერი, მისი ხელმძღვანელი იოსებ ჭედლიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი უახლოესი მეგობარი გოჩა დარჩიაშვილი, რომელიც შვეიცარიიდან ვერ შეძლო ჩამოსვლა და აი თეთრ კოსტუმში რო დგას გვირაბის გახსნაზე, ალბათ იცანით, ხო? ალბათ იცანით ბევრმა. მოკლედ აი ამ ერთობით ეს ადამიანები, ვინც მე ჩამოვთვალე, თავის დარგში არიან უდიდესი წარმატებული ადამიანები და უდიდესი წვლილი შეაქვთ მათ, როგორც პრემიერმა აღნიშნა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში. შესაბამისად, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გვიხარია დღევანდელი დღე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო, აქ წარმოდგენილები არიან, არ მინდა არავინ გამომრჩეს და წარმოდგენილი არის ბატონი გიორგი გიგინეიშვილი, რომელთან ერთადაც დავიცე დღე დაღამეს ვასწორებდით, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ სისტემას, რაც შეიძლება მალე მიერთებოდა ჩვენი ეს გამომუშავება და სხვათა შორის ის გადამცემი ხაზი, რომელიც დაახლოებით 20 კილომეტრამდე ესეც ურთულესი ნაგებობა იყო, მისი ავტორებიც აგებრძანდებიან. გიორგისთან ერთად მის მხარდამხარ მოხდა ამის აშენება, ასევე ჩემი კახაკებურია ეს გოსხემწვანელი ბატონი დავით ნარმანია, ბატონი გენადი აროელაძე. ეს არის ზუსტად იმ ხალხის ერთობლიობა, რომელთანაც ერთად აი 24 საათიან რეჟიმში შევძელით მუშაობა. აქვე მინდა არ გამომჩეს და აუცილებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს სადგური იმით გამოირჩევა, ასევე იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ სადგურმა გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო სხვადასხვა დარგში მოღვაწე ბიზნესმენები გააერთიანა, ასევე შეძლო გააერთიანა ჩვენი ორი საამაყო ბანკი, ერთი ჩვენთვის უძვირფასესი და ერთგული TBC ბანკი, ეგერ გოგა არის წარმოდგენილი თავის გუნდთან ერთად, საქართველოს ბანკი ბატონ ზურაბთან ერთად ამ პროექტმა შეძლო და გააერთიანა ეს ორი ბანკი და ამ ორი ბანკის სინდიცირებით მოხდა ეს ამ პროექტის დაფინანსება. რითვისაც უღრმესი მადლობა მათ და ჩვენ მრავალი ამბიციური გეგმა გვაქვს მათთან ერთად განვახორციელოთ კიდე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ასევე არ შემიძლია არ გამოვყო ჩემთვის უძვირფასესი ადამიანის ქალბატონი ნინო ენუქიძის უდიდესი წვლილი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მრავალი წელია ქალბატონ ნინოსთან ურთიერთობა მაქვს და ესე იგი მთავარია ნინო მიცოდეს, რომ შენ ემსახურები შენ ქვეყანას და შენი ქვეყნისთვის რაღაცას აკეთებ, ესეთი მხარდამჭერი, მოკლედ შენ არ გეყოლება მთავრობაში და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ამისთვის. და ბოლოს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენ ადგილობრივებს, ჩვენ მუხურლებს, წყალენჯიხელებს, ჩხოროწყუელებს, რომლებმაც უდიდესი მაგალითია ჩვენეს დანარჩენ საქართველოსაც. ჩვენ მოგვეხსენება გქონდა რამდენიმე არასასიამოვნო შემთხვევები, როდესაც ცოტა მტრულად განწყობილმა ბრჭყალებში პატრიოტებმა შეძლეს და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ამა თუ იმ ჰენსისგან დახატეს რაღაცა ძალიან დიდი ურჩხული და დღეს თქვენი თვალით რწმუნდებით, რომ თუ რამდენად შერწყმული არის გარემოსთანაც ეს ჰიდროელექტროსადგური და ამაზე გაცილებით პატარა სადგურებზე ქონდა ჩვენ პრობლემები. ზუსტად მათი დამსახურება, ჩვენი მუხურლების, ჩხოროწყუელების, წყალენჯიხელების, მათი დამსახურება, მათაჩვენეს სახელმწიფოსადმი უმაღლესი სიყვარული, თავდადება და მაგალითია ჩვენეს თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ რეგიონში აშენდეს
ჰიდროელექტროსადგური, რომელიც წარმატებული იქნება თავისი ქვეყნისთვის და თავისი ეკონომიკისთვის. აღარ წაგართმევთ დროს კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ მრავალი პროექტის განხორციელებას, როგორც პრემიერმა ბრძანა და ჩვენ ქვეყანას იმპორტიორიდან გადავაქცევთ ექსპორტიორ სახელმწიფო თუ მოკლეს ვადებში. უღრმესი მადლობა ყველას. დიდი მადლობა, ახლა შეგვიძლია დავათვალიეროთ ეს თვითონ სააგრეგატო შენობის ინფრასტრუქტურა.